ახალი ვერსია. დიახ. ჰიბრიდი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბენზინის ძრავით, ასევე plug-in ჰიბრიდია და შეგიძლიათ დატენოთ ავტომობილი, გაიაროთ დატენვით 130 კილომეტრი და ასევე ბენზინის 1.5 ტურბო ძრავი აქვს, რომლითაც შეგიძლიათ ჯამში გაიაროთ 1000 კილომეტრი. დაათვალიერებიე ნახე. როგორც ხედავთ, ავტომობილს აქვს აქსესუარები ძალიან ბევრი. ხედავთ, რომ აქვს კიბე, ასევე დანამატები, კუთი. ანი, შენი შეყვარებულის მამას შენ გინდა რომ შეუთვალო ხვალ რომ ჩვენ ახალი ავტომობილები ყავ ჩამოყვანილი და ერთი ავტომობილი უნდა უყიდოს თან ერთ ავტომობილს თავის ფაში აუკეთოთ ხო? დავუკლოთ ხო ბატონო? ხო რა, ერთი კიდე დავუკლოთ თავის ფას. თავის ფას დავუკლოთ. კარგი, მოდი ჯერ ვანახოთ მოსახლეობას, იმიტომ რომ ეს ძალიან ინტერესის სფეროა ეს ავტომობილები, ოღონდ ეს იცი თქვენ კიბე ასასვლელი, ეს საბარგული და ეს არის გიბრიდი. გიბრიდს რო ეძახიან, გიო გამოდი, ეს გიბრიდი. ეს არის გიბრიდი. 2026 წლის მოდელია, ხედავთ ორი ეკრანი აქვს ავტომობილს. ახლა უყურე. აი ეს არის იგივე ნავაროჩენია ეს ნავაროჩენია ისიც ახალი ვარიანტებია და ეს არის ბენზინი, ხო? მოდი ნახოთ. ანი თქვი პირადად ეს გინდა თუ ის გინდა, რომელი გინდა? დათორ, თეორი, ბენზინი. იმიტომ რომ ბენზინის სიტუაცია ესეა. ავტომობილი, რომელიც არის ბენზინი, საერთოდ არის ძალიან კარგი. და ეს ავტომობილი არის ძალიან კარგი. მოდი, ახლა მოსახლეობამ ზუსტად რო იცოდეს. ანი ჩვენ გვყავს 50 შავი სალონით უმაღლესი კომპლექტაციით ჯეტურ T2 და ესეთი პირობა არის. თუ ხვალიდან ჩვენ 50 ავტომობილია 26 წლის მოდელი 10 წლის გარანტიით full options ეძახიან თუ რას ეძახიან? ჩემ დროს full options ეძახდნენ, შენ დროს უმაღლეს კომპლექტაცია ქართულად. შენ დროს რას ეძახიან მიზია? უმაღლეს კომპლექტაცია. ჩვენ გვყავს 50 ავტომობილი ხვალიდან ვინც შეგვიკვეთავს